შორენა თქვენი დაკავება დაუკავშირეს მაშინ თქვენის ძმას, რომელიც საქართველოს მიერ იძებნება. ანუ რეალურად ამ კავშირში იყო თუ არა თქვენი ძმის საქმე თქვენს დაპატიმრებასთან? მე ვიტყოდი, რომ რეალურად კავშირში შეიძლება არ იყო, მაგრამ რამდენადაც შემდეგში გაიგო, იმათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ პარკში რომ მოვლენები მიმდინარეობდა და ამ დროს ხდებოდა ადამიანების გატაცება და ფულის გამოძალვის მიზნით. აი მაგ დროს რამდენადაც მე გავარკვიე, დაიკარგა ერთი ახალგაზრდა ბავშვი და ძირითადად აინტერესებდათ ამ ბავშვზე მქონდა თუ არა რაიმე ინფორმაცია. როგორც ვიცი, ანუ თქვენზე კონტროლი, ასე ვთქვათ, თქვენი ამ კონკრეტული საქმისთვის გამოყენება დაიწყო არა თქვენი დაპატიმრებით, არამედ ამას წინ უძღოდა გარკვეული მოვლენები. კი, ეს ინფორმაცია მანამდე გავიგე, იმდენად რამდენადაც შეხება მქონდა ამ ხალხთან. და აი ზუსტად დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე მე უკვე ვიცოდი, რომ ამათ ეს კონკრეტული ინფორმაცია უნდათ. თუმცა მე ამათ აუხსენი, რომ ეს ინფორმაცია მე არ მქონდა და შეუძლებელი იყო რა სიტყობდნენ კონკრეტულად თქვენგან? ითხოვდნენ იმას, რომ მე მიმეწოდებინა ინფორმაცია ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის შესახებ და ვლაპარაკებოდი ჩემს ოჯახს, ჩემს სანათესავს, ყველაფრის ხარჯზე მომეპოვებინა ეს ინფორმაცია და მიმეცა მათთვის. თქვენი დაპატიმრება მოხდა სექტემბერში, 2011 წლის სექტემბერში, მაგრამ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მანამდე გასული წლის მაისში მოხდა თქვენთვის ასე ვთქვათ, სამართლებრივი უკანონო თავისუფლების აღკვეთა. დეტალები რომ გაიხსენოთ, მოკლედ თუ შეიძლება. ანუ მაისის თვეში შევხვდი ამ ხალხს, კონკრეტულად ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ იყვნენ. ძალიან სერიოზული მუქარით წამომიყენეს ულტიმატუმი, რომ აუცილებლად უნდა გამერკვია ეს ინფორმაცია, უნდა მომიძიებინა ხეობაში რეალურად როგორ იყო რა იყო, დამითქვეს 3 დღე ვადა და ამ შეხვედრის მერე მე ჩემს ოჯახს და ჩემს სანათესავს აუხსენი აბსოლუტურად ყველანაირი სიტუაცია, ჩავაყენი საქმის კურსში და უშუალოდ ჩემი ახლობლების ჩარევით ვითომ ეს საქმე დაიხურა. უცეს პირობა, რომ ხელმეორედ ესეთი ზეწოლა და ესეთი ის არ განხორციელდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ სექტემბერში დაგაკარგეს. მაგრამ ამის მერე ყოველგვარი იმის გარეშე სექტემბრის 16 წლისში მე მაპატიმრებენ. წაყვანა რომ მოხდა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღაც ტყეში, იქ რა მოხდა კონკრეტულად დეტალი რომ გაიხსენოთ. იქ რა ტიპის ზეწოლის ქვეშ მოეკეცით, რაში გამოიხატა ეს ზეწოლა? ზეწოლა იმაში გამოიხატა, რომ ჩამომაცვის ნიღაბი. წამიყვანეს სადღაც ტყეში, წამომიყენეს ულტიმატუმი. დამემუქრნენ, რომ ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრების დასასრული, თუ ამ ინფორმაციას არ მივცემდი. მე აუხსენი იმათ, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა ამგვარ ინფორმაციაზე. იყო ჩემი მოკლე საშიშროების წინაშე ვიდექი, რატომ? შემიკრეს ხელფეხი სკოჩით, რომ მეყურა იქ აბსოლუტურად არავინ არ იყო. უბრალოდ ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც რომელიც იყო დაუსახლებელი და აბსოლუტურად არანაირი შეხება ადამიანს ამ ადგილთან ალბათ არ ეკნებოდა, რომ არ წასულიყო სპეციალურად. და შემდეგ მე ნამდვილად ვიფიქრე, რომ აქ დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ერთი 2 წუთიანი სატელეფონო ზარის შემდეგ ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ გადაწყვიტა კი არა, მე ამიხსნეს, რომ გადავრჩი და გამოვბრუნდით იქიდან და წამოვედით ისანში. ეს მდგომარეობა რომ გამოვიარე, ამ ყველაფრის მერე მე ჩავთვალე, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან იქნებოდა ჩემი საერთო დადგომა და ამ ხეობიდან წასვლა. ამდენად გავაკეთე საზღვარგარეთის პასპორტი და უკავშირდი ჩვენს ახლობლებს, რომლებიც იყვნენ ინგლისში და მოვაგვარე რაღაც ესეთი ამის წასვლასთან დაკავშირებული პრობლემები და ეხლა ველოდებოდი პასპორტს, ჩავედი ახმეტაში, აფთიაქში შევდივარ, სანამ საპასპორტოში მივარ და ვგრძნობ შეხებას, ვიღაც უცხო ადამიანი მეხება უკნიდან, ანუ ზურგ ჯიბეს, მეცვა ჯიბებიანი რაღაც კაბა და აი ზუსტად კონკრეტულად მარცხენა ჯიბესთან ვგრძნობ რაღაც შეხებას, მომბრუნდი და ვხედავ უცხო ადამიანმა დამაკავა
დამადო ხელბურკილები, ამას კიდევ რამოდენიმე ადამიანიც შეიკრიბა და მოეშვევდნენ და მე ოფიციალურად განმიმარტეს რომ ვარ დაკავებული. მე კიდევ ვიმედოვნებდი რომ რახან აფთიაქში ვიყავი, შეიძლება ეს არ ყოფილიყო ნარკოტიკი, თუმცა ამას ველოდებოდი და რატომ არ ვიცი, უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში რო ხორციელდებოდა ზეწოლა, კარგს არაფერს არ ველოდი და ეს ნამდვილად არ გამკვირვებია, თუმცა მაინც მეგონა უფრო რბილად შეიძლებოდა მოქცეოდნენ. მაგრამ შემდეგ ცოტა მოგვიანებით გავარკვევი, რომ დიდი რაოდენობით ჰეროინის შენახვა რეალიზაციაში მდებდნენ ბრალს. ჩემი დაკავებიდან 2-3 წუთის შემდეგ ჯიბიდან ამოიღეს ეს ჰეროინი. როგორ მოხდა მე თქვენი გამოშვება? კონკრეტულად ეხლა გარეთ რა ხდებოდა მე ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა შემოვიდა და მითხრა რომ ჩვენ უნდა დავწეროთ განცხადება განთავისუფლებასთან, ანუ და ესეთი ან დაახლოებით ესეთი ტექსტი დავწერეთ, რომ ვიყავი მარტოხელა დედა, სახში მყავდა მოხუცებული მშობელი დედა და ამ განცხადების საფუძველზე რამდენად ანუ ფაქტობრივად მე არ ვიცი გარეთ რა მოხდა, მაგრამ ამ განცხადების საფუძველზე გამოვედი. გარეთ მაშინ მიმდინარეობდა ხეობაში აქციები, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერიგნენ შენ საქმეში? კი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, კონკრეტულად ჩვენი მენეჯერი, აბსოლუტურად ყველა საელჩო, ინგლისში ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ცალკე მართავდნენ შეხვედრებს და ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ამას ჩემი ადვოკატი მაწვდიდა ამ ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში მოხერხდა და გამოვედი, თუმცა აღიარების გარეშე მაინც არ დამთავრდა. ანუ აღკვეთის ღონისძიების შეცვლიდან, ანუ მას შემდეგ რაც გირაოს შეგაფარდეს 5,000 ლარის ოდენობით, ხო? კი, გადავიხადე 5,000 ლარი. გირაოსთვის. და ამის შემდეგ ამდენ დღეში დაგიბარეს უკვე სასამართლოში, სადაც საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა. ეხლა კონკრეტულად რიცხვი ნამდვილად არ მახსოვს, ეს იყო ნოემბრის თვე. და რა გითხრეს იქ? ანუ საბოლოოდ მაინც შეთანხმებულები იყვნენ ანუ იმ ამბავზე, რომ ეს აღიარების ხარჯზე მოხდებოდა და მეც ვარ. და რატომ აღიარე? აი არ ქონდა სხვა გზა რომ იცით, მე ჩემი შვილი საშუალო სკოლას ამთავრებდა. ანუ ფაქტობრივად მე ფიქრობდი ჩემი შვილის მდგომარეობაზე, თუ რა შეიძლებოდა მოხდოდა ამას, ანუ როგორ შეიძლება ეს ასახულიყო ჩემი შვილის ცხოვრებაზე. იმასაც ფიქრობდი მართალია სიმართლე ღირდა, ანუ სიმართლის თქმა და სიმართლისთვის ბრძოლა ღირდა, მაგრამ რის ფასად დამეჯდებოდა ეს სიმართლე, მაგაზეც ვიფიქრე. ამდენად ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მე ჩავთვალე, რომ ეს ვარიანტი უკეთესი იქნება. გამოსავალი არ მქონდა. აბსოლუტურად ეს საქმე იყო ძალიან კარგად მომზადებული, შეკერილი და მე ფაქტობრივად ვერაფერსაც ვერ დავამტკიცებდი. ანუ მე სხვა გზა არ მქონდა და ამდენად იძულებული გავხდი მე ღიარებინა. ხანგოშვილის ბიძა, ხო? ბიძა. დედის ძმა. და მაქვს ინფორმაცია, რომ მის დაკავებამდე მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ თქვენს გქონდათ ინფორმაცია. ინფორმაცია მქონდა იმის გამო, რომ იყო მომენტი, როდესაც შორენა ძალიან იყო აფორიაქებული და მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ვიღაც ადამიანებმა თბილისში საქმეზე ჩასული დამაკავეს და წამიყვანეს ერთ-ერთ შენობაში, სადაც რაღაცა საკითხზე მედავებოდნენ, შენ უნდა გაგვირკვიო ვითომ ეს და საიდანღაც უნდა მოიძიო ინფორმაცია. და ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მოძიების საშუალება არ ჰქონდა შორენას და აი ამასთან დაკავშირებით იყო ჩემთან მოსული და თავისი გულის ტკივილი, თავისი ურთულესი მდგომარეობა გამანდო. დაპატიმრებამდე, ხო ეს? დაპატიმრებამდე. აი ხომ არ გითხრათ, ხომ არ აგიღწერათ კონკრეტულად ის დეტალები, როგორ მოხდა მასზე ზეწოლა რა ფორმით? მაგან დეტალებში აღმიწერა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ის ჩამოსული ტაქსიდან როგორ მოხდა მისი დაკავება და სადღაც შენობაში რომ მეიყვანეს. სხვა დანარჩენი ჩემთვის არ. ანუ თავზე ტომარა რომ ჩამოაცვეს და ხო, ესე იგი მანქანით რომ მიყავდა, ტომარა რომ ჩამოაცვეს. ეს მომენტი ხეფეხი რომ შეუკრეს და როგორ ესე იგი ზეწოლას ახდედნენ რომ რაღაცა ამბების გამოაშკარავება რაღაც საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი როგორც მითხრა გატაცებულ ბავშვზე იყო საუბარი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება უნდა მოეხდინა
შორენას ვითომ, მაგრამ და დაეხმარეთ? რაც შემეძლო, ესე იგი ხელისუფლების სტრუქტურებში რითაც შემეძლო, ამით დავეხმარე, რომ დავაყენე საკითხი, თუ კი ესე იგი მასზე მოხდებოდა გაგრძელდებოდა ზეწოლა ამ კუთხით, ესე იგი ყველაფერს გავაკეთებდი ჩემი დიშვილის დაცვისათვის.